გინდა რა შეიდი უკავშირდება ყველაფერს, რასაც აქამდე სტარბაკსზე ვიძიებდით. თუ ჩემს წინა თეორიებს ადევნებდი თვალს, იცი რომ უკვე აღმოაჩინეთ გასის ტრაგიკული ბედი. ის გადაიქცა მოჩვენებად მას შემდეგ, რაც გახდა სტარბაკის დამახინჯებული ექსპერიმენტების მსხვერპლი. მოგესალმებით უბრალოდ ეს არქიპანგინიოა და მე კი გუგა ვარ. არ დავიცოთ რომ არხი უნდა გამოიწეოთ და ალაიქით და აქტიურად არის ხოლმე კი რათა არ გამოვიდოთ გათამაშებები და ისეთი მაგარი ვიდეოები. ეხლა კი გადავიდეთ უშუალოდ ვიდეოზე. ჩვენ ასევე ვივარაუდით, რომ ჩაკი დაკავშირებულია სტარბაკის ბნელ წარსულთან, განსაკუთრებით ფსიქოსთან დაკავშირებულ თემებზე. დღეს კი შეიდის ისტორიაში ჩავხმავდებით. ის არის მოჩვენებითი სადგურის ტრიოს ბოლო წევრი, მაგრამ იმისთვის, რომ გავიგოთ შეიდის წარსული, სამწუხაროდ უნდა დაუბრუნდეთ ჩვენი სტარბაკის საშინელი ექსპერიმენტებს. გავიხსენოთ კასისა და ჩაკის არსებობის შემზარავი საიდუმლოებები და თეორია, რომელიც ეხება სტარბაკის დაკარგულ ბავშვებს. ამიტომ ვცდილობთ ყველა ნაწილი ერთმანეთს დავუკავშიროთ ერთადერთ სიღრმისეულ შეხედულებაში. მაგრამ სანამ სწორად გავიაზრებთ შეიდის პერსონაჟს, უპირველესად უნდა უპასუხოთ მნიშვნელოვან კითხვას: რა არის სინამდვილეში შეიდი? ამის გასაგებად უნდა დავაკვირდეთ იმას, რასაც Brawl Stars-ი თავად გვეუბნება. თამაში მისი აღწერით ის არის გონიერი ტანსაცმლის გროვა, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, ეს ზენიტის მეტად მარტივად ჟღერს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ იგივე თამაშში ყავს კაქტუსი, რომელიც გახდა ცოცხალი რადიოაქტიური ქვების ზემოქმედებით სპაიკი. მან მიიღო სახე მაშინ, რაც კოლეტმა ორჯერ ესროლა და მან საკუთარი თავისგან მოიჭრა ნაწილი, რომ გაეკეთებინა ყრმილიანი პირი. ამიტომ ჯერა, რომ საქმე გაცილებით რთულად არის. იქნებ ეს აღწერა მხოლოდ ზედაპირულია და ფარავს ბევრად მათ ჭეშმარიტებას შეიდთან. იქნებ შეიდი არ არის უბრალოდ ტანსაცმლის შემთხვევითი გროვა, არამედ კონკრეტული ბრაულერის ტანსაცმელია და ეს ბრაულერი სწორედ გასია. გასის ისტორია უნიკალურია და ბუნებრივია, რომ ის დაკავშირებული იყო სხვა პერსონაჟებთან, განსაკუთრებით თავის ტრიოს წევრებთან, მაგრამ როგორ შეიძლება ტანსაცმელი გახდეს გონიერი? ზოგი იტყვის, რომ ეს რადიოაქტიური ქვების ზემოქმედებით მოხდა, მაგრამ ეს ზედმეტად მოსახერხებელი ახსნაა. მოდი უფრო ხმად ვიფიქროთ. იქნებ შეიდი საერთოდ არ არის სრულად ცოცხალი, არამედ მხოლოდ ნაწილობრივ. აქ უკვე სიტუაცია რთულდება. ჩვენ ვიცით, რომ გას ყოველთვის ჰქონდა ძლიერი ფანტაზია, ფუშტის მეგობარი, ბავშვური შემოქმედება. ის სამყაროს სხვადასხვაფერად ხედავდა, ვიდრე სხვა ბრაულერები. იქნებ შეიდი მხოლოდ გასის წარმოსახვაა, თავისებური თავდაცვითი მექანიზმი, რომელიც მან შექმნა სტარბაკში მიღებული ტრამვის საპასუხოდ. წარმოიდგინეთ პატარა მარტო დარჩენილი ბავშვი, რომელიც მიტოვებულია და თავს გარშემო მხოლოდ საშინელებად ფსუფებს. ასეთმა გარემომ შეიძლება ბავშვი სიკი გადაუმახინჯოს. ამიტომაც გააჩინა გასმა შეიდი. ერთადერთი მეგობარი მის ჰყავდა. შეიდი გახდა გასის მარტოობისა და ემოციური ტკივილის ფიზიკური პროექცია. ეს გავს ფილ კოროლაინსაც, სადაც ბავშვი ცოცხალ დაღიქომს უსიცოცხლო ნიჩეს, რადგან მათთან ემოციური კავშირი აკავშირებს. რეალურად ისინი არ არიან ცოცხლები, არამედ კოროლაინისთვის არიან ისინი. მსგავსად, შეიდიც ესაძლოა რეალობაში უბრალოდ გასის ტანსაცმელი იყოს, მაგრამ მისთვის ცოცხალი მეგობარია, ვისაც კავშირი აქვს. ამ თეორიით, შეიდი არ არის დამოკიდებული არსება, არამედ გასის ემოციური მდგომარეობის გამოვლინებაა, თითქოს მისი ნაწილია. და რადგან გასი არის დაკარგული ბავშვთაგანი, ის ემოციური ტვირთით დადის, რომელიც შესაძლოა შეიდის სახით გამოიხატოს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ შეიდზე აღწერაში ნახსენებია, რომ მისი ნაცვალსახელი არის ით და არა ჰი. ეს ნიშნავს, რომ ის არ არის გენდერული იდენტობის მქონე არსება, არამედ ცარიელი, დაუნიშნავი პიროვნება, პიროვნების დაკარგვის სიმბოლო. ეს ყველაფერი კი ეხმიანება ჩემს წინა თეორიასაც. თითქოს მოჩვენებითი სადგურის თითოეულ წევრს აქვს ფიზიკური დეფექტი, მაგალითად გასს აქვს დაზიანებული ფეხი და პარალიზებული კიდურები, რაც შესაძლოა სტარბაკის ექსპერიმენტების შედეგი იყოს. და ახლა შემოდით შეიდი, რომელსაც ფეხები საერთოდ არ უჩნდათ. შეიძლება ითქვას, რომ უბრალოდ ტანსაცმელია იგი, რომ თუ მას შარვალი აცვია, მას შეიძლება სერული სიმბოლოც ჰქონდეს. შეიდის ერთი ხელთათმანი შეიძლება სიმბოლო იყოს დაზიანებული ხელის. რეალურ ცხოვრებაში ადამიანები ხანდახან ატარებენ ხელთათმანს ჭრილობის დასაფარად და გასსაც ხომ სწორედ ხელზე ქონან მიმაგრებული ბუშტი. ანუ ეს კავშირი კიდევ უფრო მტკიცდება. და ბოლოს, გასი იყო მოჩვენებითი ტრიოს პირველი წევრი და მისი კავშირი სტარბაკთან უარყოფითი ფაქტია. ის არის ერთ-ერთი მსხვერპლი, რომელიც შეიწირა ბნელმა ექსპერიმენტებმა. ახლა კი მოდი წარმოვიდგინოთ, რა მოხდება თუ ვთქვათ, რომ მე შეიდი მე-6 დაკარგული ბავშვთაგანია. ვიდეოში, რომელიც სტარბაკის ბავშვზე მოგვითხრობს, მხოლოდ 5 ბავშვი ჩანს. მაშ, სად არის მე-6? იქნებ ის აქ იყო ყოველთვის მხოლოდ განსხვავებული ფორმით. იქნებ გასი ორ ნაწილად იყოფა. ერთი მისი რეალური სხეულია და მეორე მისი პოზიტიური ბავშვული ალტერ ეგო შეიდი, რომელიც იმედს, სიკეთესა და სიყვარულს წარმოადგენს. შეიდი იმ მომენტში ჩნდება, როცა სამყაროში ძალიან დიდი სიბნელეა, თითქოს გასს სჭირდება მისი დახმარება ბალანსის შესანარჩუნებლად. ეს ალტერ ეგო სავარაუდოდ სწორედ იმ საშინელ მოვლენების შემდეგ
იქ შეიქმნა, რაც დგას, მას ტარპავში გადაიტანა. შეიდი არა მხოლოდ ახალი ბრაულერია, არამედ სიმბოლო, დაკარგული იდენტობის, ტრამვის, ბავშვური წართმეული სინდისის. ის არ არის ბუბეულ პერსონაჟი, არამედ ტრაგიკული ისტორიის ნაწილი, რომელიც გვახსენებს თუ რა მოუტარა სტარპავმა ამ დაკარგულ ბავშვებს. და როგორც მოჩვენებითი სადგურის საიდუმლოებებს ხსნით, ხედავთ თუ რამდენად შეუსწრება სტარპაკის მნელი გავლენა. ეხლა კი დაგემშვიდობებით, მადლობა რომ მიყურეთ, გამოიწერეთ არხი და ლაიქით ვიდეო და გააქტიურეთ სარესლაკი, დამიწერეთ შემდეგი ბრაულერი თუ ვიზე გავაკეთო და აბა ჰეი